მოქმედი პრეზიდენტი საკუთარ გეგმას ისევ არ აკონკრეტებს. დარჩება თუ არა სალომე ზურაბიშვილის საპრეზიდენტო უფლებამოსილების ვადის ამოწურვის შემდეგ ორბელიანების სასახლეში. კითხვაზე ცალსახა პასუხი ამ დრომდე არ არსებობს. გაურკვეველია ისიც განეხილება თუ არა პოლიტიკურ დღის წესრიგში შენობის გამაგრების და პრეზიდენტის ფიზიკური მხარდაჭერის გეგმა, რამაც ოპოზიციონერ ლიდერებსაც შორის აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. ანადოლიძის გეგმა სალომე ზურაბიშვილთან აქტიურ კოორდინაციაში მყოფი ოპოზიციის ნაწილი უკვე გაემიჯნა. ოპოზიციური სპექტრის ნაწილი თანხმდება, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან არ გამოსვლის გეგმა საერთო სტრატეგიასა და პროტესტს დააზიანებს. მმართველი გუნდი სალომე ზურაბიშვილს მოსალონელ სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობაზე აფრთხილებს. ხელისუფლება დარწმუნებულია, რომ მოქმედი პრეზიდენტი კვირას სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ დანაშაულს არ ჩაიდენს. პირდაპირ ეთერში ახლა ამ თემაზე საუბარს თამუნა ციკლაური განაგრძობს. თამუნა. დიახ, მომავალი კვირის ამ დროს უსათუოდ ვიქნები პრეზიდენტი ქართველი ხალხისთვის და ეს არის მნიშვნელოვანი. ასეთი პასუხი გასცა სწორედ სალომე ზურაბიშვილმა კითხვას. იქნება თუ არა ის პრეზიდენტი მომავალი კვირის ბოლოს, თუმცა როგორ და რა ფორმით ან რას აპირებს 29 დეკემბერს სალომე ზურაბიშვილი, ამაზე მას არაფერი უთქვამს. პრეზიდენტი ამბობს, რომ 29 დეკემბერთან დაკავშირებულ მის გეგმებს გავიგებთ სწორედ 29 დეკემბერს და განსაკუთრებით ამ შემთხვევაში აქცენტს მმართველ პარტიაზე აკეთებს. ის ამბობს, რომ წინასწარ მმართველ პარტიას არ გაუმხელს მის მიერ არჩეულ სტრატეგიას. 29 დეკემბრის გეგმებზე არაფერს ამბობენ არც იმ ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებში, რომლებიც მიმდინარე კვირის განმავლობაში არაერთხელ იმყოფებოდნენ ორბელიანების სასახლეში პრეზიდენტთან კონსულტაციებზე, თუმცა ამბობენ, რომ ისინი ერთადერთ ლეგიტიმურ პრეზიდენტად 29 დეკემბრის შემდეგაც, ანუ ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ აღიარებენ სწორედ სალომე ზურაბიშვილს და არიან და რჩებიან მისი მხარდამჭერებად. ისე როგორც იქნებიან მისი მხარდამჭერები სწორედ მისი გადაწყვეტილებების მიმართაც. თუმცა უნდა ითქვას ისიც, რომ მაგალითად გიორგი გახარიას პარტიას არასწორად მიაჩნია აქცენტების გაკეთება ამ პროცესში, მაგალითად სასახლეში დარჩენასთან დაკავშირებით, რადგან თვლიან, რომ ახლა თუ რაიმე იქნება შეცდომა, ეს იქნება პრეზიდენტის მხრიდან კონსტიტუციის ჩარჩოებიდან გასვლა. ხოლო სასახლეში დარჩენა არ დარჩენა პრეზიდენტის ლეგიტიმაციის განსაზღვრელი ვერ იქნება. რაც შეეხება უკვე მმართველ გუნდს, ქართულ ოცნებაში თვლიან, რომ თუ კი სალომე ზურაბიშვილი განიხილავს რაიმე ფორმით საპრეზიდენტო სასახლეში დარჩენას ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ, ეს იქნება ერთის მხრივ კონსტიტუციის დარღვევა, მეორეს მხრივ კი არაგონივრული ნაბიჯი. კვირის გეგმები განსაკუთრებით მმართველმა პარტიამ უნდა შეიტყოს კვირას და არა მანამდე. მნიშვნელოვანი, რაც კვირისთვის უნდა ვიცოდეთ, არის ის, რომ პარლამენტი შეიკრიბა არალეგიტიმური არჩევნებით და არაკონსტიტუციური გზით. კონსტიტუცია დაირღვა ორჯერ. ეს არჩევნები და შესაბამისად პრეზიდენტის ინაუგურაციაც არ არის ვალიდური. ასე რომ რჩები პრეზიდენტად და ვაგრძელებ ჩემი სამუშაოს შესრულებას. ეს არის ის, რაც ყველამ უნდა იცოდეს. დეტალები კვირას გახდება ცნობილი. პრეზიდენტის ინსტიტუტის გარდა ჩვენ არც ერთი ინსტიტუტი არ გვაქვს დარჩენილი. ეს ყველა ინსტიტუტი სრულად არის მმართველი პარტიის ხელში. ესაა პრობლემა, რომელიც დგას დემოკრატიული ქვეყნების წინაშე, ჩვენი პარტნიორების წინაშე. ეუთო ოდირის დასკვნა, რომელიც გამოქვეყნდა ევროკავშირის საბჭოს შემდეგ, არის ძალიან მკაფიო. გარდა იმისა, რომ პოლიტიკურ დასკვნას არ აკეთებს, აირაის ანგარიში კიდევ უფრო მკაფიოა, მაგრამ ისინი არ აკეთებენ პოლიტიკურ დასკვნას. ეს დასკვნა მთავრობებმა უნდა გააკეთონ და რაღაც მიზეზით ისინი ვერ მივიდნენ გადაწყვეტილებამდე, რომ ეს ომია. მათ ამას უნდა შეხედონ როგორც ომს და ზედმეტად ფრთხილად არ უნდა იყვნენ არჩევნების არალეგიტიმურად გამოცხადების საკითხთან. 29-ში რას ვაპირებთ, ეს პირველ რიგში არის რა თქმა უნდა დამოკიდებული ქალბატონ სალომე ზურაბიშვილზე, ის იღებს ამ შემთხვევაში გადაწყვეტილებას, ამიტომაც ეს კითხვის, ამ კითხვის ადრესატი უნდა იყოს ქალბატონ სალომე ზურაბიშვილი. ჩვენ მასთან ერთად კონსოლიდირებულები ვართ, მიგვაჩნია, რომ ის გახავთ ერთადერთი ლეგიტიმური ინსტიტუციის წარმომადგენელი დღესდღეობით ამ ქვეყანაში და რა თქმა უნდა, მისი დღის წესრიგი იქნება ალბათ გაზიარებული პოლიტიკური პარტიების უმრავლესობის მიერ. თუმცა ზუსტად რას აპირებს და როგორ აპირებს, ეს ჯერ მას არ უთქვამს, მათ შორის ჩვენთვისაც. თავიდან ბოლომდე პრეზიდენტის გვერდზე ვდგევართ, პრეზიდენტის გადასაწყვეტია 29 დეკემბრის სცენარი. შესაბამისად, ჩვენ პრეზიდენტს გვერდში ვედგებით, მოვისმენთ, გავარკვევთ, როგორ აქვს გადაწყვეტილი ამ დღის სცენარი, რას აპირებს და ჩვენ მის გვერდით ვიქნებით, იმიტომ რომ პრეზიდენტი დღეს არის ერთადერთი ლეგიტიმური სახელმწიფო ინსტიტუცია საქართველოში, რომელიც საქართველოს კონსტიტუციას სრულფასოვნად იცავს და განსაკუთრებით მის ამოთრევით მუხლს წერია, რომ ევროკავშირი უნდა იყოს ამ ქვეყნის მთავარი მიმართულება. ჩვენ კონკრეტულად ვერ ვიტყვით, რომ რაიმეზე შეთანხმებულები ვართ, თუმცა ჩვენ ყველა ფორმატში პრეზიდენტთან არსებულ ფორმატებში თანამშრომლობთ ინტერპარტიულ ჭრილში. მეტნაკლებად ვართ თანახმა სხვადასხვა საკითხებზე და თანხმედრაში ოპოზიციურ პარტიებთან ერთად და პრეზიდენტთან ერთად. თუმცა არის
საკითხები, რომლებშიც ჩვენ არ ვეთანხმებით. არაკონსტიტუციურ ნაბიჯებს ჩვენ არაკონსტიტუციური ნაბიჯებით არ უნდა უპასუხოთ და შესაბამისად რაიმე სახით შენობის დაცვაში შესვლას ჩვენ გამოვრიცხავთ და ასევე ვიტყვით იმას, რომ შენობა არ აძლევს პრეზიდენტს ლეგიტიმაციას. ეს ვერ იქნება მელიას სცენარის გამეორება, ეს არ არის პარტიული ოფისი, ეს არის საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენცია. შესაბამისად, იქ იგივე სცენარის გათამაშება ნიშნავს სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენას, რაც ითვალისწინებს მრავალწლიან პატიმრობას. არა მარტო უშუალოდ სალომე ზურაბიშვილისთვის, არამედ ნებისმიერი ადამიანისთვის, რომელიც ამ სცენარში იქნება ჩართული. აქედან გამომდინარე, მე არ გონია, რომ სალომე ზურაბიშვილი პირველ რიგში საკუთარ თავს გაწირავს ციხისთვის და ასევე გაწირავს 150 ადამიანს, რომელიც მასთან ერთად შეიძლება მოიაზრებოდეს. აქედან გამომდინარე, მე ასეთი არაგონივრული სცენარის გათამაშებას არ ვლდები. ჩვენი ამოცანა ამ შემთხვევაში არის დანაშაულის პრევენცია, ამიტომ ჩვენ უნდა გავაფრთხილოთ, რა თქმა უნდა, სალომე ზურაბიშვილი. ძალიან ცუდი სურათი იქნება, ხო, დამეთანხმებით, ჩვენ რომ მოგვიწიოს მისი გამოყვანა რეზიდენციიდან ძალით და გადაყვანა საშალახსოვრების დაწესებულებაში. რა თქმა უნდა, ეს არ არის სასურველი სურათი, შეიძლება აწყობდეთ სალომე ზურაბიშვილის პატრონებს და შეიძლება მისცენ ასეთი დავალება, მაგრამ ეს არ იქნება ლამაზი, ასე ვიტყოდი, ესეც ქვეყანას რა თქმა უნდა არ დააქცევს, არაფერი განსაკუთრებული, მაგრამ უბრალოდ არ იქნება ლამაზი სურათი. აქედან გამომდინარე, ჩვენი მოვალეობა გავაფრთხილოთ სალომე ზურაბიშვილი, რომ არ ჩაიდინოს დანაშაული და შესაბამისად არ მოუწიოს თავადაც ამ ულამაზო სურათში მონაწილეობა. მის გეგმები რთული საპროგნოზოა, გამომდინარე იქიდან, რომ მას აბსოლუტური მე ესე ვიტყოდი ქაოსი აქვს დღეს, ვერ გადაუწყვეტია, ვერ შეგუებია იმას, რომ საქართველოს აქვს კონსტიტუცია და ამ კონსტიტუციაში ყველაფერი კონკრეტულად არის გაწერილი და მათ შორის მისი საპრეზიდენტო ვადის ამოწურვა. ამიტომ რა ასე ვთქვათ, სენტიმენტები და გეგმები და მისწრაფებებიც არ უნდა ქონდეს სალომე ზურაბიშვილს, ეს იქნება მისი ერთი კერძო ადამიანის, ასე ვთქვათ, გეგმები და ფიქრები. პრინციპში შეგვიძლია ვთქვათ, რომ ორ დღეში გავიგებთ, თუ მოქმედების რა სტრატეგია და გეგმა აქვს ახლა სალომე ზურაბიშვილს. აქვე გეტყვით, რომ მიმდინარე კვირის დასაწყისში რამდენიმეჯერმე გამართა მან შეხვედრა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან და მთავარი თემა, რაზეც ამ შეხვედრებზე მსჯელობდნენ, ეხებოდა იმას, თუ როგორ უნდა მივიდნენ მთავარ მიზნამდე, რაც არის ახალი არჩევნების ჩანიშვნა. ვერსიებს შორის განიხილება, როგორც ამბობენ, საკოორდინაციო საბჭო შექმნა, კონკრეტული დოკუმენტის შემუშავება, იყო ვერსიაც, რომ სალომე ზურაბიშვილმა ითხოვოს პარლამენტი და ჩანიშნოს ახალი არჩევნები, თუმცა უნდა ითქვას ისიც, რომ ამ ვერსიის თაობაზე უცნობია თავად სალომე ზურაბიშვილის პოზიცია, სამაგერო ცნობილია, რომ ამ ინიციატივას თავად ოპოზიციაშიც ჰყავს მოწინააღმდეგეები, რადგან თვლიან, რომ მოცემულ ვითარებაში ეს იქნება არაკონსტიტუციური ქმედება. მადლობა, თამუნა ციკლაური საუბრობდა პირდაპირ ეთერში.